იაგო არ ერიდებით, განსაკუთრებით აღრო უყურებ სოციალურ ქსელს ამ ბოლო დროს ასეთი აქტიურად არ აკრიტიკებდით ოპოზიციას. ამ ბოლო დროს ძალიან მკაცრი გახდით მათი მისამართით, აი ამ აქციებთან დაკავშირებითაც თქვენი კრიტიკა გვესმის, რატომ რა ხდება? Adros კრიტიკა იყო აქამდე. ხო, ახლა ანუ არ მოგწონთ ეს მსვლელობები, აღმაშენების ხეივანი რო გადაიკეტა, იმაზეც ჰქონდათ თქვენი აზრი. ჩვენ ალბათ გახსოვს, რომ სანამ არჩევნები იქნებოდა, ჩვენ ვამბობდით ერთი და იგივე მესიჯი ჰქონდა ხალხს ყველაფერი მალე ავიწყდება მილიონ სხვა პრობლემა აქვს, შეიძლება თქვა კი არა, მაგრამ სულ ამბობდით ერთი და იგივეს, ეს ვახოს ჰქონდა განსაკუთრებით სადაც იყო სომას ამბობდა. რომ არჩევნების მერე იქნება აი რევოლუციის იმიტაცია, რომ ხალხის ესში დაგროვილი ბოღმა, გაბრაზება, რაღაცა, აი ქუჩაში მიმოაბნიონ ატარონ ხალხი უმისამართოთ და ბოლოს რო დაიშლება ეს ყველაფერი ისევ ხალხს დააბრალონ. და უბრალოდ ხედავთ აი განსხეულებულს როგორ ხდება ეს. რომ სხვადასხვა ადამიანების სადაც ზოგი უბრალოდ მოსყიდულია ხოცების მიერ და ზოგი უბრალოდ ვერ ხვდება, ანუ ჩვეულებრივ ისე მონაწილეობს ამ პროცესში. მე ვიზახი აი ვინც ამ თემას გეგმავს, ვინც ტელევიზიაში ამას ხარს უჭერს, ვინცაც პოლიტიკური ხარდაჭერა აქვს მედიაში, მე დებატების ვითომ დებატები ერთმანეთთან რაღაცა საუბრის, ერთმანეთთან საუბრის დებატი მაგას არ ქვია. სახით და ასე შემდეგ და ამიტომ ამ პროცესს ხედავთ, სადაც უბრალოდ ვიღაც ადამიანები ციხეში ხვდებიან, ვიღაც ადამიანები დაჯარიმდნენ, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრს არაფერი არ აქვს სათქმელი, იმიტომ რომ თავიდან არც არაფერი არ ქონდა სათქმელი, მიზანიც ეს იყო, რომ ეს ხალხის გაბრაზება რაღაცნაირად ისე გაბნეულიყო ქუჩაში, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდა ხოცებს. აი რუსთაველი გადაიკეტა. ვთქვათ, საღამოთ ხედავთ პოსტერს, ისევ გადაიკეტა რუსთაველი. აი წავედით აღმაშენების ხეივანი უნდა გადავკეტოთ. ეს აი როგორც პოლიტიკოს მაინტერესებს, მართლა რას აძლევს ქართულ ოპოზიციას რუსთაველი გადაიკეტება თუ არ გადაიკეტება? სიგიჟეა უბრალოდ, ანუ მარტო რუსთაველის გადაკეტვაზე არ არის. იდეაში ის რომ არ ხდება არანაირი გაგრძელების და გამოსავლის პოვნა გარდა გადაკეტვის. აი დიღმის გადაკეტვა იყო ამის ყველაზე ცდელობა უბრალოდ. რომ მთელი ხალხი რაღაც ამდენ მედიას რამდენი რესურსი ხარჯება იმაში, რომ რაღაცა ძიძგილაობა გაიმართოს, ხალხი დაიჭირონ, გალახონ და ბოლოს რო არ გამოგივა, ან შენ არ გარისკავან რაღაცა, აი ან სპეციალურად გააკეთე იმისთვის, რომ ეს ფეილით დასრულდეს, მერე ამ ხალხს უთხრა, წამოახლა ფეხი წავედით რუსთაველზე. შენ კი არ მოდიხარ ფეხით, უბრალოდ ხალხს ატარებ ფეხით და გამარჯვება დაცხადებ, ისე რუსთაველზე რო მოხვედი და შეიკრიბე. ანუ მე ეს მგონია უბრალოდ დაცინო ამ ხალხის რაღაცნაირად და მუხტის დაგდებაც არის ეს? არა, მე მუხტის დაგდებაც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ თუ ახალ თუ განვითარებას არ აწვდი შენ თუ არ აწვდი დისკუსიები შენ რატომ ვერ გაანვითარეს იყო ხო ხალხის გამოსული პირველ დღეებში მე რო ხედავთ რომ პარტიული აქტივისტები არიან და არ არის ის რაც ხდება ხო რაც იყო თავის დროზე არ ვიცი მე ჩვენ ხო სულ გქონდა დებატი იმასთან დაკავშირებით ესენი სულელები არიან თუ მოსყიდულები მაგრამ მას შემდეგ რაც თქვენ დაინახეთ რომ მაგალითად ერთ-ერთი პარტიის ლიდერთან ჩვენ დებატის დროს გაირკვა რომ პარტიული დაფინანსებაზე ნუ რაც იყო ყოველთვის ცდილობა ხო იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იქ გაირკვა რომ არსებობს მილიონობით ფინანსური ნაკადები რომელიც უბრალოდ არ იცი საიდან მოვიდა და ჩვენ ვიცით რა რეალობაში ცხოვრობთ, ვიცით კოცების დიდებული მართლობის სტილი, სადაც მილიონების შოვნა მარტივი ამბავი არ არის. და ამას როცა ასეთი კაფეო ახსნითი პასუხი არ მოყვება, ეს აჩვენებს იმას, რომ ხალხმა რაღაცაში ფული აიღო და რაღაცაში აიღო ფული, ამის მოწყობაში რაც ახლა მოწყობილია. რომ აი არავის რეპუტაცია არ გაჩნდეს, პარლამენტი არ არსებობდეს, ხალხი ქუჩაში დაღლილი იყოს, ვიღაცები დაჭერილი და იმედი და სხივი არსად არ ჩანდეს, იმიტომ რომ მართლა რა გახდა, კაცო გახსენი საკუთარი ტელევიზიები და მართლა მოდი დებატები მოაწყო. არასამთავრობოების როლი აი ამ ამბებში, ჩვენ გვესმის მათი მწვავე განცხადებები, ხელისუფლების კრიტიკა, საპროტესტო აქციებზე, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები რას უნდა აკეთებდნენ და რას აკეთებენ თქვენი აზრით დღეს? არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნია იქ ბევრი ადამიანია, ზოგი ადამიანი გულწრფელად იბრძვის რუსების წინააღმდეგ, ზოგი ადამიანი. ანუ ძლიერ არასამთავრობოებს ზოგი ადამიანს პოლიტიკური მოტივები გააჩნია და კონკრეტულად პოლიტიკაში გადანაცვლება უნდა. ზოგი საერთოდ ხოცებთან არის შეთანხმებული და შეკრული. ზოგი უბრალოდ საერთოდ ვერ ხდება სამყაროში რა ხდება და ის რომ მათი უფროსები ამერიკაში შეიცვალნენ და ფაქტობრივად დგება დღის წესრიგში მთლიანად მათი რამდენიმე წლიანი საქმიანობის ანალიზი და რაღაცნაირად კრიტიკა იწყება
ხდება იმისი რომ ესენი სულ ხო არ ყავდა ჩვენ დაქირავებული და საერთოდ სხვანაირ ხალხზე ხო არ უნდა დაგვედობს სონ ეს დისკუსია იწყება ამ პერიოდში ჯერ არ აღიარებს იმას რომ რაღაც სამყაროში შეიცვალა და ზოგადად ასეთი ტიპის არაადეკვატურობით ებრძვის ქოცებს და საბოლოო ჯამში რაც მე არ მომწონს ამ პოლიტიკურ ველში ამ მდგომარეობის ოპოზიციის ფლანგზე ქოცებს აქვს ყველაფერი გასაგებია იქ ისინი ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას ჩავეტონებას იმას რომ არავის არაფერს არ ეკითხებოდნენ თვითონ იყვნენ მართველები და ხალხს ბეგრავდნენ ანუ ჩვეულებრივად გახსნილი აქვს დიდი შეფასება საქართველოს სადაც ხალხს პარსავენ ეს არის ამბავი მოწყობილი ოპოზიციამ რომელსაც ამაში ხელი უნდა შეუშალოს სპეციალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ ქოცებს საფრთხე არ ემუქრებოდეთ ანუ ამ პროცესის გაუაზრებლობის შედეგია ისედაც ახლა ვართ ამ პროცესის გაუაზრებლობის შედეგია არჩევნებზე რაც მოხდა და შესაბამისად საზოგადოება ამას არ გაიაზრებს რომ ფიზიკურად აი სანამ არ დავინახოთ კრიტიკულად არ დავსვათ შეკითხვას ერთის მხრივ რა ვიცი ვიღაც არის შეურიგებელი ოპოზიციონერი და მეორეს მხრივ ფულს შეულობს და უბრალოდ რომ დააკვირდეთ ამ სიტუაციას აი ხაზარაძიდან დაწყებული ყველა ფულს შეულობს როგორ შეულობს ხაზარაძე ფულს როგორ TBC-ის მოგება ნახეთ რამდენია მილიარდ 300 მილიონია თუ არ ვწდები არ მინდა შემეშალოს დაახლოებით წლიური ის ისედაც პოლიტიკაში სანამ შემოვიდოდა არა მაინც ერთი წამით კაცო თქვენ წარმოგიდგენიათ რომ 20% თუ არ ვწდები მაგას და ბატონ ბადრის თითქმის 20%-მდე წილი აქვს არ მინდა აქაც შემეშალოს მაგრამ პრინციპების დონეზე მართავს ვამბობ წარმოგიდგენთ რამდენს ხარჯავდე პოლიტიკაში რომ აქედან შემოსული თანხით უფრო მეც არ შეულობდე ახლა გასაგებია ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ მათი ზოგადად ლელოს გამოსვლებიდან მათი პოლიტიკური მოღვაწეებიდან გამომდინარე რომ ესენი სულელები ხო არ არიან ამას ვაკეთებენ მაგრამ მეორეს მხრივ რო ხედავ რომ ასეთი ტიპის რაღაცა ხდება ხვდები რომ სულელი შენ ხარ სინამდვილეში თორე ესენი ფულს შეულობენ ზუსტად ასევე რო შეხედოთ ჩემმა კოლეგებმა ბატონმა გვარამიამ რამდენი ფული დახარჯა კეზერაშვილის ფული არა აქვს თუ რაშია საქმე ამ რამე პრობლემა კონცენტრები რომ მუშაობდა საქართველოს პრობლემა შეექმნა თუ რა შეექმნა ანუ სინამდვილეში თუ გინდა რომ ამოიცნო რომ რაღაცა კარგად არ არის შეხედე ვინ ფინანსდება როგორ ფინანსდება რაად ფინანსდება აი სიების შახს გაუქმება ხო შეუწყვეტეს აი ამ სამ პარტიას დარჩა გახარია თქვენ უსმენთ სოფოს გახარიას წარმომადგენელს მან თქვა რომ რატო უნდა მიგვემართაო და რატო არ უნდა მივიღოთ ის ფულიო რომელიც ისედაც ჩვენ გვეკუთვნისო ახლა ისინი სთხოვენ გახარიას რომ შენს შეიწყვეტე უფლებამოსილებაო აი ამ პროცესს როგორ უყურებთ მათ არ ეგონათ რომ შეუწყვეტდებოდათ ეს უფლებამოსილება ქართული ოცნების მხრიდან თუ რა სურათი იქ დარჩება ბოლოს არ ვიცი მე საერთოდ გონია რომ აი სიგიჟე 4 წელი ვერ გაგრძელდება და რაღაცნაირად ალბათ ახალი არჩევნები იქნება იმიტომ რომ ნუ უბრალოდ ძალიან დამამცირებელია ჩემი აზრით ქართული კაცისთვის ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება მათ შორის არის პოლიტიკური როგორ გითხრა ჭაობი რაც შევქმნით რომ ჩვეულებრივად ის რაც მიღწევები გქონდა რომ აი თუნდაც რაღაცა მინიმალური რომ რაღაცა ისეთი ინსტიტუციური თვალსაზრისით პარლამენტის დონეზეც კი გაუქმდა ეს ამიტომ მე ეს მგონია რომ საბოლოო ჯამში აქეთკენ წავა ეს ამბავი უბრალოდ როგორ წავა რა წავა არ ვიცი მაგრამ ну დღეს მე მგონი ყველასთვის ცხადი არის რომ არსებული რეალობა მათ შორის შეიქმნა იმის გამო რომ ქართულმა ხალხმაც გააკეთა ეს არჩევანი ანუ ქართულმა ხალხმაც არ მიცა ხმა პარლამენტის და პოლიტიკური პროცესის არსებობას ქვეყანაში იპოთეტური შეიძლება იყოს ჩემი ეს შეკითხვა მაგრამ მაინც უნდა გითხოთ აი თქვენ რომ გადაგელახათ ეს 5%-იანი ბარიერი თქვენს ქუჩაში იდგებოდით აი მინდა რომ გულწრფელი პასუხი მივიღოთ თქვენგან თუ შეხვიდოდით პარლამენტში იცით როგორ არის რომ ზოგადად ზართული ამის წარმოქმნა ეს რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა ჩვენ მაგალითად იმისთვის რომ აი ეს კითხვა რაც თქვენ გაგიჩნდათ და რაღაცნაირად მეტნაკლებად მიახლოებული პასუხი გქონოდა ამასთან დაკავშირებით აი ფაქტობრივად ეს თემა რომ აიწია პარლამენტში შევდივართ არ შევდივართ ამბავი რომ აიწია იმ დღეს გავაკეთეთ ლაივი ამასთან დაკავშირებით აი მოდით ვთქვათ რომ არ ვარ პარლამენტში ვართ ანუ საწყისი პოზიცია იყო რომ მე ვიყავი პოზიციაში რომ არ შეიძლება პარლამენტში შესვლა ჩემი კოლეგები სანდრო და ვახო იყვნენ განსხვავებულ პოზიციაზე და ამაზე დებატი გავაკეთეთ და ჩვენს ამორჩევას გავაკეთებინეთ გადაწყვეტილება მივაღებინეთ და იმ გადაწყვეტილების შედეგად მაშინ ჩემი მხარე დაიჭირა 60%-მა 60-40-ზე იყო ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როცა ამაზე განვიხილებთ ნახეთ შეგიძლიათ ნახოთ არგუმენტები ანუ სადაც გულწრფელად ვილაპარაკეთ მაინც არ ვართ პარლამენტში და მოდი მართლა ვილაპარაკოთ აი ახლა რა სანამ ეს ხდება და ასე განვიხილეთ ეს თემა გამოდის რომ აი იმ რაღაცა განხილვის შედეგად ჩვენ ვერ ვიქნებოდით პარლამენტის წევრები, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ მე გამოვიდა ყობახიძე თქვა რომ ეს რაღაცა მე რაღაცა ქნა, მაგრამ მე მაგალითად არ ვარ დარწმუნებული, აი ამ წუთას მოცემული არ ვარ დარწმუნებული, მათ შორის ეს ხალხი ჩაიხსნა, სწორად მოიხსნა და პარლამენტში სასწრული არ იყო იმის მიუხედავად რომ ბიულეტენმა გაჟონა, იმის მიუხედავად რომ მე არ ვარ პარლამენტში.
თუმცა ახლა მარტო ახარიას მანდატების არსებობას არანაირი შინაარსი არ გააჩნია ჩემი აზრით და მე მარტო რო ყოფილიყავი ამ სიტუაციაში ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით რომ მარტო ხოცებიროზიანი პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს და მე მოვისმინე ქალბატონი თინა ხიდაშელის არგუმენტი 99 კაცთან დაკავშირებით როდესაც ახარიას ის მანაცელა მოიხსნას თავისი სიები და მე ვეთანხმები ამ არგუმენტს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება პირდაპირი არგუმენტი არ იყოს იმ გაგებით რომ ავტომატურად ძალას კარგავს რაღაცას მაგრამ მისი შინაარსიდან გამომდინარე რა არგუმენტაციაც ქონდა ქალბატონ თინა ხიდაშელს მე ვეთანხმები ამაში მაგრამ მიაგო იგივე 2020-ში ხო მე არ მახსოვს ოპოზიცია პრინციპში აი რაც საქმიანობ რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს თუნდაც მიშას დროსაც მანდატების დახევა მაშინაც ვნახეთ ოპოზიციის რომ არ შევიდნენ და მე ზოგიერთი მათგანი ნანობდა რო არ შევიდა და აი თუნდაც 2020-ში იგივეს ამბობდნენ რომ გაყალბდა ეს არჩევნები ეს თუ დადგა პრეცედენტი ასე რომ როდესაც წააგებს ოპოზიცია ყოველთვის სიტყვის რომ აი გაყალბდა მაგრამ სად მიგვიყვან საერთოდ სანამ ხელისუფლება ამბობს რომ სანამ ოპოზიცია არ გაიმარჯვებს მაშინ რა მოხდება ანუ გეთანხმებით 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ხო სულ მაგას ვამბობდით რომ უბრალოდ ნუ არ შეიძლება ასე რაღაც მაშინ თელი საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნებოდა რომ შედით პარლამენტში და თელი ამბავია მაგრამ წლევანდელი არჩევნები განსხვავებულია ეს არჩევნები მართლა ქმნის ლეგიტიმაციის პრობლემას იქიდან გამომდინარე რომ საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაო დღიდან ეგ მაგაზე დაიწყო ლაპარაკი ერთი კვირის თუ 10 დღის შემდეგ მეორე დღეს დაიწყო რომ ვერასაბუთებდნენ ის პარტიები რა უნდოდა ხო გაყავდა 300,000 ადამიანს ლაპარაკი არაფერი სისულელია 300,000 უბრალოდ არაფერი შუაში არ არის არაფერი ის დაიწყეს რომ გაყავდა არჩევნები არა მესმის ანუ ზოგადად შეიძლება მათ შორის მე მყავს უფროსი მეგობრები რომლებიც მეუბნებოდნენ რომ არჩევნები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება აქ მაინც არავინ არ შევა ამ პარლამენტში ვერ შეხვალ და ასე შემდეგ ანუ იყო ხალხი რომელიც ამბობდა რომ არც ერთ შემთხვევაში ეს პარლამენტი არ იქნებოდა იმიტომ რომ ოპოზიცია არც ერთ შემთხვევაში არ შევიდოდა ეს შეიძლება კაცო ან ასე მოხდარიყო ან ისე მაგრამ მე ხო არჩევნების მეორე დღეს დავწერე რომ სინამდვილეში და დღესაც იგივეს ვფიქრობ რომ სინამდვილეში თავარი გაყალბება იყო ადამიანების ტვინში გაყალბეს ანუ ადამიანებს შეუქმნეს არარსებული რეალობა სადაც არარსებული რაღაცა ბრძოლები არარსებული გმირები დაუხატეს ვითომ ოპოზიციონერები მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქართულ ოცნებამ დააორგანიზა და ამ გაყალბებული მატრიცის გამო გააკეთა ხალხმა ის არჩევანი რა არჩევანიც გააკეთა მაგრამ მეორე დღეს მომიწია როგორ გითხრათ ამ პოზიციის ცვლილება იმ გაგებით კი არა რომ იმასაც თქვი არ ვეთანხმები არამედ დამატებით აღმოჩნდა რაღაც სხვა გარემოება რომ უბრალოდ 90% ბიულეტენი ჟონავდა და უბრალოდ ადმინისტრაციული სამართლის სპეციალისტი ვიყავი ერთ დროს და ზუსტად ვიცი რომ არსებითი დარღვევა თუ არსებობს რაღაცა დოკუმენტთან მიმართებით არსებითი ნიშნავს იმას რომ ამის გათვალისწინების გარეშე მას სხვა შედეგი ექნებოდა ხო და უბრალოდ წარმოიდგინეთ ჩვენ რო კონსტიტუციაში გვეწეროს რომ ჩვენი არჩევნები არის საყოველთაო საჯარო ну машин ეს იმდენად როგორ გითხრა იმდენად არსებითი ცვლილებაა რომ სამყაროში არსად არ არის საყოველთაო არჩევნებს არავინ არ ატარებს საჯაროდ თქვენ მიიღეთ 63,000 ხო თუ არ ვცდები ხო ახლობით თვითონ ნაკლები 63,000 მიიღეთ პრაქტიკულად ერთ ახლოს თქვენ იყავით ამ 5%-იანთან ხო თუ ვინმე იყო რატომ არ აინტერესებს თქვათ აი თქვენი პოზიცია სხვა თქვენს პარტნიორ პარტიებს ოპოზიციურ პარტიებს რატომ არ აინტერესებს არასამთავრობო სექტორს რომლებიც დემოკრატიაზე საუბრობენ რატომ არ აინტერესებდა პრაქტიკულად სალომე ზურაბიშვილსაც როცა იყო ის პრეზიდენტი და დღესაც იყო იქ შეხვედრა და რამდენად თქვენ არ ესწრებოდით ხო საკოორდინაციო საბჭოა თუ რაც არის მიწვეულიც არ იყავით ხო ხო რატომ ხდება მაშინ ეს რომ თქვენ ცალკე ხართ და დანარჩენი ოპოზიცია ცალკე ეგრეც არის იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩვენი ახლა აი როგორც არასდროს ისე ცოცხლდება ჩვენი რაღაცა პოლიტიკური ისა რა ქვია პოლიტიკა შეფასება ამ სპექტრის რომ არსებობს სამი პარტია ქოცები ნაცები და ჩვენ და ეს ყოველთვის ასე იყო ნაცები ერთად გროვდებიან, ქოცები ერთად გროვდებიან და ჩვენ ზოგადად ყველას იმიტომაც უცნაურად ეჩვენებოდა ჩვენი პოზიციები, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ იქ სადაც აი უბრალოდ გულწრფელი საუბარი არ მიმდინარეობს, ჩვენ არაკომფორტული ხალხი ყოფილიყავით. ამიტომაც არ გვიწევენ, თორემ წარმოიდგინეთ გაყალბებული არჩევნებში 4 გამარჯვებული პარტია, რამდენი უაზრობა ამ წინააღმდეგობაში. ანუ თუ გაყალბებული არჩევნებია, რა იცი ვინ არის გამარჯვებული? იქნება გამარჯვებული გააყალბა იმანო ხელისუფლებამ და თავისიანები გაიყვანა და ის ვინც ყველაზე მეტად არასახელისუფლებო ხო ის არის ვინც გაყალბებულ არჩევნებში, ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა. ყველაზე როგორ გითხრათ, ნაკლებად ეჭვიტანილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ხო ის უნდა იყოს. ხო და ამ რაღაცას აი როდესაც არაფერს ლოგიკას არ ცნობ, იმის გამო რომ კომფორტი შეიქმნა, რომ იქ ჩვენ არ ვიყოთ და სიმართლე არ უთხრათ. რომ რაღაცა რაც
თვითონ უნდათ ისე ატყუონ ეს ხალხი დაატარონ წინ და უკან და გამარჯვება ჩაუთვალონ ნებისმიერი უაზრობა რომელიც უბრალოდ გამარჯვება არ შეიყვაფრებდა და არ ხომ არა გამარჯვებას ვერ დაარქმევდა ამიტომაც არ ვარ თორე სხვა რა ლეგიტიმაცია არსებობს აი ქალბატონ თამარმაჩეგოიშვილმა თქვა დღეს რომ მე ვიქო დავაყენეო საკითხიო რომ გირჩევიც უნდა იყვნენ აქო თუ ვინმე არისო და ნუ რატო არ ამობენ საჯაროდ რატო არა აი მაგალითად რა ვიცი ეს 4 ბარიერ გადავახული პარტიაც არ არის ქაბატონ თამარშეგოიშვილს მონაწილეობს ამაში მეგონეს რაღაცა სისულელე დოკუმენტი და სისულელეზე ხელმომწერი პარტიები და იმის გამო რომ შენ სისულელეს ხელს არ აწერ თურმე რაღაც ოპოზიციის ნაწილი არ ყოფილა მათთვის სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი დღემდე და ქვეყნის მთავარსარდალი და თქვენ აი აქ როგორ ახართ ამ ფორმულირებასთან თუ აღიარებთ მის ლეგიტიმურობას თუ როგორ არა მე არ ვიცი ზოგადად რას ნიშნავს ლეგიტიმაცია მე ზოგადად ან იმ გაგების ლეგიტიმაციით რა ლეგიტიმაციას მე მიმაჩნე ლეგიტიმაციას ქალბატონ სალომე მეგონი არასდროს არ იყო პრეზიდენტი იქიდან გამომდინარე რომ თავის დროზე როგორც კოცები ამბობდნენ ძალით აარჩევინეს ხალხს მერე შუა საპრეზიდენტო ვადაში იმან ვინც აირჩია იმას თავი აგინებინა და გადახტა მეორე მხარეს შესაბამისად ეს ლეგიტიმაცია თუ რამეს ნიშნავს ხალხი არც თავიდან არ გიჭერდა და ვისაც ძალით დააჭერიდეს მაშინ მხარი უკვე ისინიც აღარ გიჭერენ და ბოლოს ის ვადაც გაგივიდა რამდენი ხნით აგირჩიეს და ისევ ლეგიტიმური ხარ და ეგეთი უცნაური ლეგიტიმაციის შესახებ მე არც ერთ წიგნში არ წამიკითხავს არასდროს მადლობა იაგო რომ მოხვედით და მიიღეთ გადაწყვეტილება